ასევე მნიშვნელოვანია ბუნებასთან სწორი და ჯანსაღი ურთიერთობა და დამოკიდებულება. რა არის ბუნება? ბუნება არის ერთგვარი პლატფორმა, რომელსაც თავისი წესები და კანონები აქვს, თავისი ბიორითმი და თავისი ციკლები, როგორც არის მაგალითად ღეღამის ციკლი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბუნება არის ერთგვარი უმაღლესი დისციპლინის ნაწილი, რომელიც მუდმივად კვარნახობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რაზე უნდა დავფიქრდეთ და როგორ უნდა მოვახდინოთ მასთან სწორი ადაპტაცია. პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ ბევრ რამეს არ ვითვალისწინებთ. მაგალითად, თუ დავაკვირდებით მწერებს, ფრინველებს, ცხოველებს, დავინახავთ და გავიაზრებთ, რომ ყველაფერი ამ უმაღლესი დისციპლინის ქვეშ ექცევა. მხოლოდ ჩვენ ვახდენთ შეწინააღმდეგებას ადამიანები. ცხოვრობთ არასწორი წესებით, ცხოვრობთ ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულებებით, უარყოფთ იმ კანონებს და წესებს, რასაც მუდმივად გვეუბნება ბუნება და კვარნახობს, როგორ უნდა მოვიქცეთ. თუნდაც, როდესაც ჩვენ არაჯანსაღად ვიკვევებით, არაჯანსაღად გვძინავს, არაჯანსაღად მოქმედებთ და არაჯანსაღად ვიყენებთ იმ ბუნებრივ შესაძლებლობებს და საშუალებებს, რასაც ბუნება ხშირად გვჩუქნის. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ბუნების მოცემულობა და ეს უმაღლესი დისციპლინა ისე მოვირგოთ, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს ამ სამყაროში მოქმედება და იმ მიზნის მიღწევა, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ბუნება ყოველთვის რეალურია და მტკიცეა. უბრალოდ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენ რატომღაც ვთვლით, რომ ადამიანები უფრო მნიშვნელოვანი არსებები ვართ, ვიდრე სხვა არსებები, რომლებიც ამ ბუნებით იკვებებიან და ამ ბუნებაში ცხოვრობენ. როგორც კი ჩვენ დავიცავთ წესებს და დავიცავთ ბუნების კანონებს, აუცილებლად ჩვენში ჩამოვა ის აზრისი, რომელსაც მოაქვს სიჯანსაღე, სიმშვიდე და ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც სიცოცხლეს გვიხანგძლივებს, გვაძლევს ბედნიერებას, გვანახებს სიკეთეს, გვაძლიერებს და გვაძლევს მზაობას იმისთვის, რომ მუდმივად წინ ვიმოძრავოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მუდმივად უსმინოთ ბუნებას. ასევე ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ ურთიერთობთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში შემოდიან, ან მიდიან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ადამიანი შემთხვევით არ მოდის ჩვენ ცხოვრებაში. ის ადამიანი მოდის, როდესაც ჩვენ რაღაცას ვითხოვთ, ან რაღაცა მნიშვნელოვანს გავდივართ. იმიტომ რომ თითოეული ადამიანი რაღაცას გვაძლევს, რაღაცას გვართმევს, რაღაცას გვასწავლის, რაღაცას გვიხსნის, რაღაცაში გვაძლიერებს და რაღაცაში თუნდაც წინ გვწევს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ რაღაცისკენ მივიწევთ. ვიღაცა გვასწავლის სიყვარულს, ვიღაცა გვასწავლის სიკეთეს, ვიღაცა გვასწავლის ბოროტებას, ვიღაცა ხელს გვიშლის, ვიღაცა გვეხმარება, ვიღაცა რაღაცას გვააზრებინებს, ხოლო ვიღაცა რაღაცას ვტყენს, ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ შინაგანად მზაობა გქონდეს, გავძლიერდეთ და გადავლახოთ ის ცვლილებები, რაც ჩვენ წინ გვაქვს, რომელიც ჩვენ გვაახლოვებს ჩვენ მიზნებთან. ხშირად მსმენია ესეთი გამოთქმა, რომ მაგალითად ეს ადამიანი მე ღმერთმა გამომიგზავნა. სამწუხაროდ ხშირად ეს მოსაზრება არასწორია, რადგან ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არც ღმერთი და არც სამყარო არავის არ გვიგზავნის. ჩვენ ღმერთის და სამყაროს იმ ადამიანს გვახვედრებს მაშინ, როდესაც ჩვენ რაღაცისთვის მზად ვართ, რაღაცის მიღება გვინდა და რაღაცის გაცემა გვიწევს. იმიტომ რომ ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში ჩნდება იმისთვის, რომ რაღაცა გავცვალოთ. ეს გავს ერთგვარ სიხშირეს, რადგან როდესაც რაღაცას ვითხოვთ, ჩვენ უნდა გქონდეს იმის მზაობა, რომ ამ მოთხოვნის გამო რაღაცა გავცეთ. ხოლო ის ადამიანი ზუსტად ასეა, იმიტომ რომ ის შემთხვევით არ მოდის. ის იციღებს ჩვენგან იმას, რაც მას სჭირდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორი და გაცნობიერებული დამოკიდებულება თითოეულ ადამიანთან, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში ჩნდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი აქ ყოფნაც კი დროებითია, როგორც სხვა ადამიანის. უბრალოდ ყველაფერი ფუჭდება მაშინ, როდესაც ჩვენ ზედმეტად დიდი მოთხოვნილებები გვაქვს და იმაზე მეც ვთხოვთ იმ ადამიანს, რისი მოცემაც არ შეუძლია. ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება მოვითხოვოთ ის, რაც იმ ადამიანს არ აქვს. ან არ შეუძლია მეტის მოცემა. უბრალოდ ჩვენ გაუაზრებელ მდგომარეობაში ხშირად გვიწევს ჯაჯგური, ხშირად გვიწევს გაუგებრობა, ხშირად გვიწევს ტოქსიკური მდგომარეობა, ხშირად გვიწევს შინაგანი თავის დაზიანებაც კი.
მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიაზრებთ რეალურად რას ვითხოვთ. თითოეული ადამიანი შემოდის ჩვენ ცხოვრებაში მაშინ, როდესაც ჩვენ რეალურად ვითხოვთ რაც ჩვენ შიგნით ცხოვრობს. იმ მომენტში, ახლა და აქ. უბრალოდ საჭიროა, რომ დავუკვირდეთ და გავიაზროთ, რომ რას ვითხოვთ ამ ადამიანისგან. რას გვაძლევს ეს ადამიანი? ისი მიცემა შეგვიძლია ამ ადამიანისთვის და თუნდაც როდემდეა ეს ადამიანი. იმიტომ რომ ურთიერთობების არსის ზუსტად ამაშია, რომ ადამიანები მუდმივად არ იქნებიან ჩვენ გვერდით, როგორც ჩვენ არ ვიქნებით მუდმივად ამ სამყაროში. აუცილებელია, რომ ჩვენ დავაფასოთ თითოეული ამ ადამიანის ჩვენს მიმართ დამოკიდებულება და ასევე ჩვენი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ. კი, ხშირად ამას ჩვენ არ ვიაზრებთ. ხშირად ჩვენ გვერთვება ეგო, ხშირად ჩვენ გვერთვება ის პრინციპები და ის დამოკიდებულებები, რომელიც ვთქვათ სხვა ადამიანისთვის მიუღებელია და ამიტომაც ჩნდება გარკვეული კრიზისი და ესეც კი გამოცდაა ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ თუ ჩვენ ეს არ გადავლახეთ, ჩვენ ვერ ვისწავლით, ვერ გავიზრდებით, ვერ გავძლიერდებით და ვერ დავაკვირდებით იმ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ჩვენი გამოცდებია ცხოვრებისეული. იმიტომ რომ როგორც არ უნდა იყოს, ყველა ადამიანი ჩვენ გამოცდებს გავდივართ ამ სამყაროში. ხოლო ამ გამოცდებში ეტაპობრივად სხვადასხვა ადამიანები გვეხმარებიან. ზოგი გვეხმარება მეგობრობის სახით, ზოგი გვეხმარება სიყვარულის სახით, ზოგი გვეხმარება კეთილი დამოკიდებულებით, ზოგი გვეხმარება სიტუაციურად, ზოგი გვეხმარება ნეგატიური გავლენით, ხოლო ზოგი პირიქით ხელს გვიშლის. თუმცა ესეც კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შინაგანად გავძლიერდეთ. იმიტომ რომ რასაც ამ სამყაროში გავდივართ, ყოველთვის გვამზადებს იმისთვის, რაც მოვითხოვეთ. რა მოვითხოვეთ? აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ამას არ ვიაზრებთ. ხშირად ჩვენ გონია, რომ ჩვენი შინაგანი პრობლემები სხვა ადამიანმა უნდა მოაგვაროს. ჩვენი დასალაგებელი სხვა ადამიანმა უნდა დაალაგოს. სხვა ადამიანმა უნდა გვასწავლოს, სხვა ადამიანმა უნდა გაგვზარდოს, სხვა ადამიანმა უნდა გადაგვისვას მუდმივად თავზე ხელი, სხვა ადამიანმა უნდა გვანონგეშოს. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ შიგნით არსებობს. თუ დავაკვირდებით, როდესაც ჩვენ შინაგანად გარკვეული კრიზისი გვაქვს, ან არეულობა გვაქვს, ან ხმაური გვაქვს, ხო? ეს ჩვენი მოსაგვარებელია, რადგან თუ სხვა ადამიანი ამ გაუგებრობაში შემოდის, სხვა ადამიანი უფრო მეტ სიმძაფრეს გმატებს და ხშირად ხელსაც კი გვიშლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ზუსტად გავიაზროთ ის მოცემულობა, რასაც ჩვენ ვეძახით, რომ აი მსგავს იზიდავს. რითი ვიზიდავთ? ტრამვით ვიზიდავთ, პრობლემებით ვიზიდავთ, გაურკვევლობით ვიზიდავთ, შიშებით ვიზიდავთ, რითი ვიზიდავთ, რისი შევსება გვინდა, ან რისგან გვინდა განთავისუფლება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ზუსტად გვესმოდეს ურთიერთობების არსი, ურთიერთობების მნიშვნელობა და რას გვაძლევს და რას გვართმევს ეს ურთიერთობები. ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ჩვენ ხშირად არ ვკვირდებით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჯერ დავიწყოთ ჩვენ თავთან ურთიერთობა, ჩვენ პრობლემებთან, ჩვენ მდგომარეობასთან, ჩვენ მოცემულობასთან, ხოლო ამ ყველაფერს რო დავალაგებთ, შემდეგ მოვახდინოთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, რომ ზუსტად დაალაგდეს ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს. სიმშვიდე და ჰარმონია ზუსტად მაშინ შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ და ვიწყებთ ჩვენ თავთან სწორ და ჯანსაღ ურთიერთობას. ჩვენი პრობლემების დაალაგებას, ჩვენი განცდების მოწესრიგებას, ჩვენი შიშების გააზრებას, ჩვენი ემოციებთან ურთიერთობას და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან რთულია სხვანაირად ჩვენ ჩამოვყალიბდეთ და მოვახდინოთ ჩვენი იდენტიფიცირება ამ სამყაროში. იმიტომ რომ სანამ ჩვენ არ მოვაგვარებთ ჩვენ მხარეს არსებულ პრობლემებს, ძალიან რთულია რომ სხვა ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოგვეყალიბდეთ. გისურვებთ მშვიდ, ჰარმონიულ და ჯანსაღ ურთიერთობას.